მოგესალმებით, მოამბეთ 12 საათზე პირდაპირ ეთერშია ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ, გამოშვებაში ნახავთ. სანქციები ბიძინა ივანიშვილს და შეფასებები თბილისში. რა წერია ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში და რას გულისხმობს გენერალური ლიცენზია? რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი და შესაბამისად ოპოზიცია მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ? არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია? ახალი წლის დღეები რეგიონებში სად იმართება სადღესასწაულო ღონისძიებები? ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ქართული ოცნების დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. სასანქციო დადგენილების მიხედვით ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს იმ პირთა სიაში, რომელთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა. დაიბლოკება ქონება, აქტივები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული. თუმცა ამასთან ერთად ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ლიცენზია ნომერ 116-ში საუბარია ავტორიზაციაზე, რომელიც ენიჭება ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს. შესაბამისად, გენერალური ლიცენზიით ამერიკის მოქალაქეებს აქვთ უფლება განახორციელოთ ტრანზაქციები ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტს ფლობს ივანიშვილი, თუ ეს კომპანია ცალკე არ არის სასანქციო სიაში. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ლიცენზია გარკვეულ ტრანზაქციებს არ ეხება. ეს ლიცენზია არ ეხება სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების ავტორიზებას, თუ კი ეს ცალკე ნებართვა არ გაიცემა. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის სანქციების მიხედვით ბიძინა ივანიშვილი სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს კრედიტ სუისთან დავის მოგების შედეგად დადგენილ თანხას. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მალევე მოჰყვა ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ამერიკის სახელმწიფო მდივანი მკაცრად გმობს ქართული ოცნების ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ და აცხადებს, რომ ამერიკა ვალდებულია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში. ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ქმედებებმა შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შედეგად საქართველოს დაუცველი დარჩა რუსეთის წინაშე, რომელიც კვლავ აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას, ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოხდა იმ ბრძანების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კონკრეტული პირის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ისეთ ქმედებებში ან პოლიტიკაში ჩართვას გულისხმობს, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ან სასარგებლოდ, აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით აფასებს ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები. რა განცხადებები კეთდება თბილისში, ამას თამა ციკლაური გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. ჩვენ ბუნებრივია მოვისმინეთ განსხვავებული შეფასებები ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და დავიწყებ იმ შეფასებებით პირველ რიგში, რომელსაც აკეთებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიცია თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი და გაფრთხილება და ბუნებრივია პირველ რიგში ისინი ამბობენ, რომ ეს არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისა, გაფრთხილება იმ პოლიტიკის იმ კურსის გამო, რომელიც მათი თქმით არჩეული აქვს ქართულ ოცნებას, როგორც შიდა, ისე საგარეო მიმართულებით. ასევე ამბობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს ერთგვარად გაფრთხილება და სიგნალი იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც თანამშრომლობენ ბიძინა ივანიშვილთან და ასევე შესაძლოა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს განსაკუთრებით სიფრთხილეს გამოჩენა მოუწიოს საბანკო სექტორსაც, ვინაიდან სწორედ აი ამ სანქციების
სანქციების ნაწილში საუბარი არის გადარიცხვებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებითაც და ამბობენ, რომ მოუწევს საბანკო სექტორს კონკრეტული რისკების გათვლაც. ასევე ამბობენ იმასაც, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი მათ შორის ევროკავშირის მიმართულებითაც, რომ ახლა უკვე მათი თქმით დროა იგივე გადაწყვეტილება მიიღონ უკვე ევროკავშირის ლიდერებმაც, თუმცა ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ იმასაც, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ იგივე გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუნდაც მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. საერთო ჯამში უნდა ითქვას ის, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიები არიან კმაყოფილი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მოვისმინეთ და ვნახეთ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან და ამბობენ იმასაც, რომ ეს არის შედეგი ერთის მხრივ საპროტესტო აქციებისა, მეორეს მხრივ თავად მათი აქტიური მუშაობისა დასავლელ პარტნიორებთან და ამბობენ იმასაც, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ აქტიურად დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააგრძელდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, როგორც ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, ისე ქართული ოცნების ლიდერებთან, თუ მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებთან მიმართებაშიც. საკმაოდ ძიმე სანქციებია თვითონ ის executive order აღმასრულებელი ბრძანება პრეზიდენტის, რომლის ქვეშაც მოხდა ამ შემთხვევაში ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის აგენტებს, რუსეთის გავლენის აგენტებს. სათაურიც კი ეგეთი აქვს რუსეთის საზიანო საგარეო გავლენასთან დაკავშირებული აღმასრულებელი ბრძანება. ერთადერთი რაც არის იქ არის ის, რომ გარკვეული გამონაკლისები აქვს დაშვებული კონკრეტულად ივანიშვილისთვის. მე რამდენადაც წავიკითხე და გავიგე, ჯერჯერობით არ ეხებიან მის გარკვეულ კომპანიებს და არ ეხებიან მის ოჯახის წევრებს. ანუ არც ისეთაც წერია, რომ არ ეხებიან, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ ეგრევე შეეხონ თუ მოინდომებენ, თუმცა გამონაკლისებში რაღაც ეგეთი ჩამონათვალი არის, მაგრამ ნუ ეგ ნიშნავს სერიოზული რისკის ქვეშ არის მისი ყველა აქტივი, რომელიც მის სახელზე არის და ერთი ნაბიჯიც არ არის. მესამედი ნაბიჯი აქვს დარჩენილი იქამდე, რომ ყველაფერს შეეხონ საერთოდ, რასაც მისი ოჯახის წევრები ან თვითონ ფლობს, ან მისი კომპანიები ფლობენ. ოფაკის სანქციებს აქვს ეგრეთ წოდებული მეორადი ეფექტი და იურისდიქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც შევა ნებისმიერ ფინანსურ ურთიერთობაში ივანიშვილთან, თავად შესაძლოა გახდეს სანქციების სამიზნე, ამიტომ ნებისმიერი ბანკი, კომერციული ბანკი ან თუნდაც ეროვნული ბანკი თუ დაეხმარება ივანიშვილს სანქციებისთვის თავის არიდებაში, თავად ეს ბანკები გახდებიან სანქციების სამიზნე. მე ვფიქრობ, რომ ორბანის დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობაც იქნება განსაკუთრებული ამერიკული სანქციების შემდეგ. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ მოხდეს ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირება, რომ მათი გამოყენებით ვერ შეძლოს ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება. არეულობის და ქაოსის მომტანი ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობის გამო არის დასანქცირებული ხალხი. ხას უსვავ რუსეთთან თანამშრომლობის და რუსული ინტერესების გატარების გამო. ამიტომ ქართული ოცნება არის რუსული ინტერესების გატარებელი ძალა, ამას წყალი არ გაუვა და მისი მოშორება არის ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა. თუ გვინდა რომ ცხოვრობდეთ ევროპულ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში. რაც შეეხება უკვე იმ შეფასებებს, რომელიც მოვისმინეთ მმართველი გუნდის მხრიდან, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა აი ამ გადაწყვეტილების მერე, შემდეგ ვინაიდან ბიძინა ივანიშვილზე ისედაც ვრცელდებოდა სანქციები, ეს იყო ერთგვარი არაფორმალური სანქციები და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ რეალურად სწორედ აი ამ დე-ფაქტო სანქციებით, არაფორმალური სანქციებით, როგორც მმართველ გუნდში ამბობდნენ, აშანტაჟებდნენ გარკვეული ძალები ბიძინა ივანიშვილს. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება საუბრობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ძალებზე და ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი ამ შანტაჟისა ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო ის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა საპატიო თავმჯდომარემ არ დათმო ქვეყნის ინტერესები. ასევე ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ ახლა უკვე მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, ერთგვარად ოპოზიციას ქვეყნის შიგნით ეს შანტაჟის საფუძველიც კი გამოეცალა. სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, საკონცო ინტერესებს, ამის გამო ჯერ ამოქმედეს
დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე საბოლოო ჯამში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა პირიქით. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა 3 წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიძლება. თუმცა ასეც და ისეც რეალურად არაფერი შეცვლა. მე მქონდა საუბარი ახლახანს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული 3 წელი იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, ახლა უკვე ამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია, არაფერი განსაკუთრებული, ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს ადამიანი საქართველოში მოღვაწეობის დროს მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი, უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ეს იყო 2012 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა და მოიპოვა გამარჯვება. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ემსახურება ქართველ ხალხს და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალში. ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დაალაგდება. ასეთია ის შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის სანქციებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა გუშინ. მადლობა, ეს იყო თამარ ციკლაური პირდაპირ ეთერში. მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და მეგობარი აქტის ავტორი ჯო უილსონი. მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. მე ამის შესახებ 2020 წელს განუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს. ივანიშვილს ძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, წერს უილსონი სოციალურ ქსელში. დადგა დრო, იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა. ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესებას. როგორც იქნა ბიძინა ივანიშვილს ამერიკამ სანქციები დაუწესა, მივესალმები ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვე არის ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და უკრაინის ეროვნული სანქციების სიაში. დადგა დრო, იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას, წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, რომელიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. შეერთებული შტატების მიერ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას, წერს ბრაჟე სოციალურ ქსელში. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აფასებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საფასური საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის. ესტონეთმა სანქციები დააწესა მასზე და კიდევ 27 პირზე ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იმავე გზას მიჰყვებიან, წერს მარგუს ცაჰკნა. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისათვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისათვის, წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და მსოფლიოში ყველა პარტნიორს მოუწოდებს გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ. ივანიშვილი დღეს თბილისის ფაქტობრივი მმართველია და ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ხალხისათვის დემოკრატიის დანგრევა და დანაშაულებრივი რუსული გავლენის გავრცელება
შეერთება. საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ყველა ხალხს. უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება ძლიერი ამერიკული სანქციებია. ჩვენ გვჯერა ვერც ერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე უცნების მოპარვას აღნიშნულია ზელენსკის გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში. ქართულ პოლიტიკაში ისევ განხილვისაგანია ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის გეგმა საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიციას საერთო გეგმა უნდა ჰქონდეს და აქვე აცხადებენ იმასაც, რომ გაიზიარებენ, რასაც სალომე ზურაბიშვილი დასახავს. მართლ გუნდში კი ყურადღებას ამახვილებენ პრეზიდენტის რეზიდენციიდან სალომე ზურაბიშვილის გასვლის საკითხზე. როგორც ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, მათ არ ჰგონიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციას არ დატოვებს. 29-ის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენ ყველა თვალსაზრისით გავიზიარებთ იმ საერთო ოპოზიციურ გეგმებს და რაც მთავარია იმას, რასაც პრეზიდენტი დასახავს, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით ასეთ გადამწყვეტ დღეებში ოპოზიციამ არ უნდა იმოქმედოს პარტიული დღის წესრიგით, არამედ საერთო ეროვნული და ევროპული დღის წესრიგით. ხვალ ამ რაღაც მასკარადს რო აწყობენ და ვითომ რაღაცა ინაუგურაციას რო ეძახიან და ვითომ რო პრეზიდენტი რო არჩიონ, მაგ ნაწილში არის რაღაცა ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე ცირკის მიერ არჩეული ვიღაც ბიძინას მორიგი ზებრა და მასთან მიმართებაში დამოკიდებულება როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ, მაგაზე შეიძლება მუშაობა ჩვენ ევროპელ და არა მარტო ევროპელ პარტნიორებთან. არ მჯერა მაგისი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გამოვა რეზიდენციიდან. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ სასამართლოს დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობას და არ მგონია სალომე ზურაბიშვილმა და მის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ რეზიდენციიდან ციხეში წასვლას. ხო, წარმოუდგენელია. მე არ მჯერა, არ ვიცი. არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი სასაცილო გოგონა და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. 6 წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ეხლა 6 წლის თავზე სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს. ხო, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. რა თქმა უნდა, ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. 6 წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია. დღესაც მოხდება რა თქმა უნდა იგივე. ოპოზიცია თბილისში პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრას ესწრებიან ლიეტუველი დაინიუს ზალიმასი და პოლონელი მიხაილ ვავრიკიევიჩი. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით შეხვედრაზე განიხილება რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადადგას ევროკავშირმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად. ოპოზიციის შემდეგ ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან. მე ეჭება რომ ინფორმაციის ნაკლებობა გქონდეთ, არავის აღარ აქვს საქართველოს ინფორმაციის ნაკლებობა, რომ გადახედოთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში ნებისმიერ პოლიტიკური ფიცს, ნახავთ რომ საქართველოს და ამ პროტესტს მიაქვს ყველაფერი. ამიტომ არ გვგონია ინფორმაციის ნაკლებობა გქონდეთ, სავარაუდოდ იქნება კითხვა ტრადიციული, რომელსაც გვისამე ხოლმე, რა შეიძლება ჩვენ ევროპამ გავაკეთოთ თქვენთვის და ნუ მაგ ნაწილზეც რაც გვითქვამს აქამდე, იგივეს გავიმეორებთ, რამე ისეთ რო გითხრათ რაღაცა განსაკუთრებული ახალი იდეა არსებობს არა, თუმცა რაღაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არის რაღაცა ნაბიჯები, რომელიც შეიძლება ახლა გადაიდგას აქამდე, რაც ისი გადადგმა შეუძლებელი იქნება და მაგასაც ვეთქვით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ვიზიტი და გამოხატვა იმ დიდი მხარდაჭერის, რაც ქართულ ხალხს აქვს და მადლობა მათ პირველ რიგში, რომ აქ არიან, გულშემატკივრობენ საქართველოს, გულშემატკივრობენ იმას, რომ ჩვენ ეს ქაოსი და არეულობა, რომელიც ივანიშვილმა მოიტანა სტაბილურობით და ევროკავშირისკენ სვლით შევცვალოთ და დავაწყნაროთ ქვეყანა. რა უნდა ევროკავშირს, რა უნდა ჩვენ პარტნიორებს, ვიცხოვროთ დემოკრატიულ ევროპული სტანდარტის ქვეყანაში, იგივე რაც გვინდა ჩვენ. ვიყოთ თანაბარი თანაბართა შორის და მადლობის მეტი რა გვეთქმის, როდესაც მიუხედავად შობა ახალი წლისა, ჩამოდიან და გულშემატკივრობენ ქართულ ხალხს. შევხვდებით, ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ და ჩვენ მათთან ერთად ქართველი ხალხი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვება.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვია. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და მეგობარი აქტის ავტორმა ჯო ვილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა. ვილსონმა აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია სალომე ზურაბიშვილის სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის თავდასხმების პირისპირ აჩვენა. თეთრი სახლის პრესპიკერის ჯონ კირბის განცხადებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა მინიშნებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსეთი იყოს. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკამ აზერბაიჯანს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში ასრულებდა რეისს ავარიული დაშვების დროს, აქტაუს აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზემყოფი 67 პირიდან 38. აზერბაიჯანულ ავიახაზებში აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარეჩარევის შედეგად ჩამოვარდა. რუს ავიაციაში კი ამბობენ, რომ გროზნოს აეროპორტში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის დაშვებისას უკრაინული დრონების თავდასხმის მცდელობა იყო. ამერიკამ უკრაინის დასახმარებლად $1 მილიარდი ღირებულების სამხედრო პაკეტს ამზადებს, მასში საზენიტო კომპლექს სტინგერისათვის, საერთსაწინააღმდეგო ჰაუკის და ნასამსის სისტემებისათვის რაკეტები, ასევე საარტილერიო ჭურები და საბრძოლო მასალა შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ორი ამერიკელი მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვით ავრცელებს. ოფიციალურად კი მორიგი დახმარების შესახებ განცხადება 30 დეკემბერს გაკეთდება. მათივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე ვაშინგტონმა შესაძლოა ვერ მოასწროს პენტაგონის რეზერვებში უკრაინისათვის დარჩენილი $5,600 მილიონი ოდენობით სამხედრო დახმარების გახარჯვა. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გაზრდა მიმდინარე კვირაში დაავალა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის ხელისუფლებას 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო აკრიტიკებს და საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს. მისი თქმით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა უკიდურესად ძვირიანი ჟესტია ევროკავშირისთვის. ფიცო აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი დაკარგავს არა მხოლოდ ტრანზიტიდან შემოსავალს, არამედ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინაშეც აღმოჩნდება. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთის შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და საჭიროების შემთხვევაში ბრატისლავა უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს ან მოქმედების სხვა ვარიანტზე შეჯერდება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში და მისი მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან. ზელენსკი აცხადებს, რომ სლოვაკეთი რუსული გაზის საფასურს სუვერენიტეტით გადაიხდის. ჩინეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა პირს, რომელმაც ავტომობილით გამიზნულად დაჯახების შედეგად 35 ადამიანი მოკლა. ამავე შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ 43 პირი. სასამართლოს განცხადებით, მსჯავრდებულის მოტივები უკიდურესად ამაზრზენი იყო, დანაშაულის ხასიათი უკიდურესად აღმაშფოთებელი, ხოლო მეთოდი სისასტიკე. როგორც გამოძიებამ დაადგინა, თავდასხმის დღეს ეჭვმიტანილი განქორწინების შეთანხმების პირობების გამო იყო განრისხებული. შემთხვევა 12 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ ჭუხაიში სპორტული კომპლექსის სიახლოვეს მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათა შორისი მუდმივ მოქმედი კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა და შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება. გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშებში საქართველოს კონტრტერორისტული შესაძლებლობების თაობაზე ასახულ პოზიტიურ შეფასებებს, ასევე ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს გლობალური ტერორიზმის ინდექსს, რომელშიც ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას საქართველო ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს. სხდომის ფარგლებში საშუალება მოგვესმინა საქართველოს წინაშე არსებული ტერორისტული საფრთხეების მოკლე ანალიზი და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2024 წლის შესრულების ანგარიში. კომისიის თავმჯდომარე უწყების სახელით სურს მადლობა გადაუხადო ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებაში მონაწილე უწყებებს. განხილული იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე მსოფლიოში დღევანდელი არსებული ვითარება, ტერორიზმის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, რომელსაც წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სწორედ ამ წარმატებული მუშაობის შედეგია ის, რომ საქართველოდან არ ყოფილა
რეკრუტირებული არც ერთი პირი, რომლებიც ჩართული არიან ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ტერორისტულ დანაყოფებში. საქართველოს ზედიზედ რამოდენიმე წელია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სახელდება ძალიან მტკიცე და ურთევ პარტნიორად ტერორიზმის ბრძოლის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრი ევროპის საწყალოსნო ფედერაციის პრეზიდენტს ანტონიო და სილვას შეხვდა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 2025 წელს საწყალოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო ჩემპიონატის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყალოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება, როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყალოსნო მიმართულებით. ანტონიო და სილვა მთავრობის მეთაურს შეხვედრისა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს შეხვედრაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 2025 წელს საქართველოს თბილისში უმასპინძლებს ევროპის საწყალოსნო ფედერაციათა კონგრესს. საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყალოსნო კომპლექსი, რომელშიც როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყალოსნო მიმართულებით შესაძლებლობა იქნება, რომ მივიღოთ მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებები. უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. ამ პერიოდში ჩვენი მასპინძლობისთვის და საწყალოსნო სპორტის ევროპულ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოში სპორტის ამსახეობის მომავლის განხილვისთვის. დღევანდელი შეხვედრა ძალიან გულწრფელი და უშუალო იყო. ბევრ თემას შევეხეთ საუბრისას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან საქართველოს საწყალოსნო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერა, რათა 2025 წელს საქართველოს უმასპინძლოს ჩვენს ყოველწლიურ კონგრესს და აქ ჩამოვიყვანოთ მსოფლიოს 52 ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დელეგატები და წარმომადგენლები. ასევე განვიხილეთ საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზების საკითხი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საომალოდ მეტი ობიექტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადგილები დაგჭირდება. არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისეთი ღონისძიებების ორგანიზება საქართველოში, როგორიცაა წყალბურთის, ფიგურული ცურვის, დაივინგისა და სხვა სახეობების საერთაშორისო ასპარეზობები. ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი ინგლისური ლივერპულის და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილია. 2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი თეონო ბაქრაძე გახდა. 2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი იტალიური ემპოლის მცველი საბა გოგლიჩიძე. ქართული ფეხბურთისთვის მიმდინარე წელი გამორჩეული და განსაკუთრებით წარმატებული იყო. 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და პლეი-ოფში გასვლაც შეძლო. ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენების საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში, ასევე სპორტული გუნდები და მწვრთნელები. 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონმა პარამკლავჭიდში ვახტანგ ახობაძემ. ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. 1800 მედალოსანი ყავდა ქალაქს წელს, როგორც საერთაშორისო ტურნირებზე, ასევე საქართველოს ტურნირებში. შესაბამისმა კომისიამ იმსჯელა სათანადოდ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული იყო პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე. ტრადიციულად ქუთაისში მოხდა სპორტული წარმატებების შეჯამება, იცით რომ ქუთაისი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ქალაქია საქართველოში და წლევანდელი წელი გამორჩეული იყო არა მარტო ჩვენი ქალაქს, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. დამასახელებს საუკეთესო სპორტსმენად, რაც დიდი სასიხარულოა ჩემთვის და ვინც მიიღო მონაწილეობა მასში, ყველას მადლობას ვუხდი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მორიგი ავიარეისი შეასრულა თუშეთის მიმართულებით. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ნობათი გადასცეს და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე 6 თვის განმავლობაში დაკეტილია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს. მოქალაქეებს დღესასწაულებზე ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო ნობათები გადაეცემათ.
ტრადიციისამებრ თუშეთში მოზამთრე ოჯახებს ჩამოუტანეთ პირველადი მოხმარების ნივთები და საახალწლო ნობათები. მინდა თუშეთიდან კახეთის რეგიონს და სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. შევასრულეთ ფრენა თუშეთის მიმართულებით ჩვენი მოზამთრეებისთვის ამოვიტანეთ მისალოცი ნობათები საახალწლოდ და აქედან მინდა რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ადგილობრივებს და მთელ საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი და შობა. დიდი მადლობა ჩვენი ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რომ ყოველწლიურად ეს ახალი წლები იქნება თუ გაზაფხულობით დაღდგომის დღეები არასოდეს რო იტყვიან არ ტოვებენ მოულოცავად გარდაბნის მუნიციპალიტეტში მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება ახალი წლის დღეები გაიმართა. საკრებულოს შენობის მიმდებარედ არსებულ მოედანზე განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღების სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. ასევე გაიმართა სადღესასწაულო მსვლელობა. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა. აინთო ნაძვის ქალაქის მთავარი ნაძვისხეთ. საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით და გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად კვარტეტმა რანინამ და ბენდმა მუსიკალურმა ჯგუფმა ალეგრომ და ბენდმა მიქსტურამ მიიღეს. მთავრობის გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება ეს დღეები, ეს სადღესასწაულო დღეები განსაკუთრებულად და მე მინდა ყველას მიულოცო დამდეგი 2025 წლის შემობრძანება და უსრულო ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობა მოეწყო საახალწლო ღონისძიება. კერძოდ მინდა აღვნიშნო რომ მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები, ასევე საბავშვო გასართობის სივრცეები, რაცთან დაკავშირებითაც მინდა რომ საქართველოს მთავრობას დიდი მადლობა გადაუხადო და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მიულოცო გარდაბნის მუნიციპალიტეტს და ასევე სრულიად საქართველოს დამდეგი შობა ახალი წელი. ვიმყოფებით გარდაბანში, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ყველა ერთობა, ძალიან კარგი გარემოა და გილოცავთ 2025 წელს. ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა წალენჯიხაში. საახალწლო აქტივობები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში უკვე მეოთხედ ტარდება. ღონისძიება წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე ღამის შოუს ბენდის და პორტეს გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. საოცარი განწყობა დაგვხდა წალენჯიხაში, მინდა თვითეულ წალენჯიხელს მადლობა გადაუხადო ასეთი თბილი დამხვედრისთვის, ესეთი ემოციებისთვის, ესეთი სიყვარულის გამოხატვისთვის და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ 2025 წელი იქნება საუკეთესო წელი თვითეული ჩვენგანისთვის და დამდეგს ულოცავ ყველას. ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ვხედავთ ამდენ გაღიმებულ ბავშვს. და ყველას თვალები უნათებს და არ შეიძლება რომ ამისგან შენც არ გადმოგედოს ეს ენერგეტიკა. აღამა მიმდინარეობს ძალიან ენერგიულად, ყველა არის ბედნიერი და ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. მოამბე ახალი ამბებით 15 საათზე დაბრუნდება, მეც ამ დრომდე გემშვიდობებით.